კონორ მაკგრეგორის ეს ცნობილი ვიდეო ალბათ ყველამ იცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცით, რომ ეს 15 წლის ქართველი გაბრიელ გიგიტაშვილია. 15 წლის ქართველი 3 წელია იტალიაში, კერძოდ კი სალერნოში ცხოვრობს. MMA-ით 1 წლის წინ დაინტერესდა და ახლა დიდი გეგმები აქვს. როგორ აღმოჩნდა ქართველი მაკგრეგორთან? რა დაზიანება მიაყენა ყოფილ ჩემპიონს და რა გამოცდილება მიიღო მასთან სპარინგით, ამაზე გაბრიელი ექსკლუზიურად Newsmaker-ს ესაუბრა. მის მოსმენამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. Როგორც სამშობლოში ხოლმე, მაგრამ მე ერთი მეგობარი გამომისდა აქ რა აქ ჩამოვედი ქართველი არის რა ეგეც ერთად ვარჩიოს ახლა აი თუ გაიგონეთ იქ რო იცახდა დაბორამი გააკეთე გაბოეჩიხავე რაღაც ეგ არის ჩემი მეგობარი და სულ ყველაფერი თონი კაცაშვილი ქვია მოკლედ და მაგან დამაწყებინა ყველაფერი რა ექსპორტიც და მაგან მასალა ყველაფერი რა მასაულველი ყავს კალო ჯორდანო ვინამაც ანუ ისეთი ადამიანია რომ იცნობს სახალხო მოკლედ და ანუ მოკლედ ნორმალ დაურეკა მიწერა ზუსტად შემოსავლებელსა ანუ კონორი თავიდან იყო ნაპოლში და ნაპოლთან ახლოს არის სალერნო რა და სა გადაწყვიტა ალბათ კონორმაც რომ მოდი სალერნოში ჩავალო და იქ ვნახავ რა დარბაზს და მივალო რა და ვორჩი მოვშექო რა და მოგვიჩა ჩვენ რა იმიტომ რომ ჩვენ ხა ისეთი დარბაზი ვართ რომ მარტო MMA არ გვაქვს ანუ ჩვენ შეგვიძლია ბოქსით ვივარჯიშოთ ჯიმზე შევიდეთ და 1000 რამ შევილება უკვე რა მოვიდა ჩვენთან და თავისი ცოლიც მან იყო შვილებიც მან იყვნენ და თავიდან პირველი დღე რომ მოვიდა ჩოლვრად ვივარჯიშეთ რაღაცა ხელით ჩამოვართვი ფოტოს გადავიღე მაგ პირველ დღეს და მე მეორე დღეც იყო როდესაც მაგასაც ვერ ვისპარნე მაგრამ ვინდოდა ძალიან რომ ესპანინგი ანუ სპარინგები იყო რა და ისა ანუ ვეღარ მოახერხე მის იმიტომ რომ ისედაც ბევრი ბავშვი იყო მოსული მაგასთან საქმეად რა ანუ სასპარინგოდ და ვეღარ იმას ვქენი რა და მე მეთქი ეხა ესა შანსი გავუშვი ხელიდან ხო რა და ვაფშე ვერ ვისპარინგები თქო მაგას და ძალიან დამსწრებული მაგრამ მესამე დღესაც გავიგე რომ მოდიოდა რავი გავუცდინა და მოვიდა თუ არა ანუ რაც ტექნიკები გავაკეთებინა და მე სპარინგების რო დაიწყო ეგრევე მივარდი და ეგრევე ვუთხარი რომ ესპანია ჩემთან იმიტომ რომ ვიდეო და ძალიან გამომეცადა როგორი იყო რა ანუ კონორმა მარტო ეგ ვიდეო აკეთა ბოლოს მაინც წაშალა იმიტომ წაშალა რომ დაცინოდა ძალიან ბევრი ხალხი ბოქსი სპარინგებიო და სხვა სფერაო და რაღაც ეგეთები რა ის არის მარტო ეგ ვიდეო აკეთა იმიტომ რომ ორანუ მაგომენტზე წამიჭირა რა და მადრო კედელთან მიუყარა მაინდა-მაინც ეგ მომენტი აკეთა სხვები არ აკეთა რაც გაუტარებია და ეგ და ის არის რა ის ბიჭი ეხა მეცო იქ კედელთან მივედი და ვერაფერს რო შვებოდი იმიტომ რომ კარგად მიყავდა ძალიან მაგრამ იტარა დათვას და ცოლაც და შეიძლება დავცემულიყავ მაგრამ მაინც მომიგრებე ძალა მაგ დროს რო არ ეთქვა იმ ბიჭს ეხა ვერც გაიგებთ რომ ქართველი ვიყავ როცა დასრულდა სპარინგი ვითხრა ისა easy ანუ ნელავ კენიო ნელავ Andros Marto ჩემთან სპარინგი აიგეთ. დასთან. მაგრამ ზოგადად ერთ-ერთი სპარინგი იმიტომ დაიწყო რომ თავიდან მე უთყავდი ძლიერად რა და თვალი რა თუ შეამჩნევი ერთ ფოტოში რომ თვალი ქონდა გახელმწვათი რა სულ მოდიოდა რაღაცა. ანუ თვალი მოსკენი რა და მაგით ალბათ გაბრაზდა და რაღაცა რა და მაგის გავიმეტე. Janima ემოდია ზამბრი და მაგითო გაბრაზდა ალბათ. მაგ სპარინგი მომცა ესოქაც სიმართლეში ვთქვა რა ძალიან დიდი გამოცდილებაც და მე ზოგადად ანუ თავიდანვე კონორის ფანიც ვიყავი რა ანუ ფანი ვიყავი რა ერთად ვარ. ძალიან მიყვარდა ან მიყვარს სპორტსმენი რა ანუ მაგაში მოყვარა ანუ მაგან არა ეხა იდეაში ჩემმა მეგობარმა დამაწყებინა მაგრამ მაგის შუას უყურებდი რა ვიმენა ძალიან ლამაზ ჩხუბი აქვს და რა მაგასთან სპარინგმა მოკლედ ძალიან დიდი ანუ ძალიან დიდი სამიტოა რა მოკლედ რა გამოცდილებაც რა შტაბისმგებლობაც რა ყველაფერი იმიტომ რომ მაგრამ ჩემთვისაც არ ვიყავ დარწმუნებული რომ სერტიფიკატთან მიყავდა მეგონა რომ დავეცემოდი ყველა ვეღარც ვერ ვიცოდი მაგრამ მაინც შევძელი რომ კლუბი დამეწყდა და თავიდან მეჭყო მაგრამ მაგ დროს მორჩა ზუსტად რა
რამდენი წუთიანი იყო, ეგეც აღარ მახსოვს უბრალოდ. მანამდე არ მქონი, აი თვითონ მაგ ადამიანმა იმას აკნა, რა ვიმერავი. მაგ ადამიანს უეუბნები ხოლმე მადლობას, რომ ესპორტი დამაწყებინა და რა მაგის დამსახურებაა რა, საერთოდ ხა თქვენს რო გელაპარაკებით, იმიტომ რომ მაგან გადაიყვირა ქართულად სიტყვები მაგან თქვა და რომ მოგეთ მაგან დამაწყებინა საერთოდ ესპორტი რა და ეგ ადამიანი როგორც გამოჩენილი იყო არც დავიწყებდი ამ სპორტს და მე ალბათ ფეხბურთს მივაწევოდი რა ფეხბურთელი ვიქნებოდი. მაგაც რა მასაც მიყვარნა რასაც ვიყავი. რა ვიმე. აი ეს ამიტოს თუ ნახავენ რა ვიმე რა. ვაკოცე გულში რა მოდა. ძალიან მიყვარნა და რა სხვა რა ვთქვა. მაგარი ხალხია მოკლედ რა მაგათაც ესპორტი რო დავიწყე მაგათ უყურებდი ხოლმე სულ მაგათ შორის აი ილია რომ მათზე ჩხუბა რო გაქიშა მაგას ნახურებმა ჩემ მეგობრებთან თუ ყურებდი მაგას ხამე. მე რა მარო იმას მოუგურა ქვია ომალს კამერი რო აიღო მაგასაც უყურებდი. რა თალსოგათიშა ის პერიოდი კოპურიამ. რა ტურნირები არის ხა უბრალოდ საფულე რო არის შესვენებაზე ვარ მაგრამ ვარჯიშები გვაქვს მაგრამ შეჯიბრები არ გვაქვს მაგრამ ბოლო შეჯიბრი მივიღე ერთ შეჯიბრი მაქვს მიღებული ეგეც ზუსტად აღარ მახსოვს თქონი ოქტომბერში იყო თუ სადაც ეგრე ნოემბერში სადაც ხო ეგ იყო ერთ შეჯიბრზე დასული რა ჯამში ანუ ერთ შეჯიბრი იყო ორ კაცთან შეხვედრილიყავი 72 კილოგრამში რა და ერთთან მოვიდე იმით რა ქვია ქულებით და მეორესთან წავაგე იმით რა ქვია სხვა როგორ არის შევდასვი არასდროს გავუკეთე რა ქვია ის ანუ დაგდება რავი გეგმები ხა ამჟამად მაკრო გავხდე ამჟამად მაკრო გავხდე სოფლიო ჩემპიონი NBA-ში, მაგრამ ისე UFC-ში მოხვედრა მინდა 100%. ეხლა დეკემბერში გვაქვს ტურნირი იტალიის ჩემპიონატი. ეგ ტურნირი არის და მომავალში ალბათ ვექნება სოფლიო ჩემპიონატი და მან ვაპირებ რა გასასვლელი ასპარეზობას და ისე რა ქვია. და ვიდეოსაც ნახავთ ალბათ ჩემთვის. წარმატებები უსურვოთ გაბრიელს კარიერაში. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება მასზე დიდ გავლენას მოახდენს. თქვენ კი თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.